დელეგირების ცნებას აფუჭებს არასწორი დელეგირება. ეკი დელეგირებას აქვს თავისი კონკრეტული რაღაცა ნაბიჯები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გაყვე თუ გინდა რომ დელეგირება იყოს წარმატებული და მათ შორის არ იყოს იმავე ადამიანისთვის, ვისზეც ადელეგირებ, ცუდი და პირიქით დაეხმაროს მას ზრდაში და შედეგიც მიიღო და ეს ეხლა ზეპირად აღარ მაქვს, მაგრამ ერთ-ერთი მანდ რაც არის ტრენინგები შედის მაგ ყველაფერში და მათ შორის დავალებების და საქმის ცხადი გაზიარება. ანუ რა არის, რასაც გიდელეგირებ მე შენ და რა არის, რაც ითვლება კარგად შესრულებულად და ცუდად შესრულებას. ეგ თუ აკლია, შეიძლება ძალიან ბევრი მისკომუნიკაცია გამოიწვიოს და საერთოდ სხვა რამე გეგონოს, რომ შენ მიეცი და იმას სხვა რამე აკეთოს. ან მე შენ შეგეშინდეს, რომ ის მე ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ დობა არ აქვს, იმიტომ რომ შენ თვითონ insecurity რა არის, მოკლედ რომ შენ თვითონ არ გაქვს ბოლომდე კომფორტულად არ ხარ შენ თავთან და აი კი იძახი რომ მე მჯერა რომ უნდა შეეშალოს და სხვირი წაიმტრიოს, მაგრამ ძალიან გეშინია მაგის, იმიტომ რომ რაღაცა არ აქვს, თქვათ ორგანიზაციული იგივე უსაფრთხოების ზომები რა, იმიტომ რომ როგორ არის, იცი აი ბავშვის ანალოგი. კი, ველოსიპედზე ტარება უნდა ისწავლოს, ყველა ვარიანტში წაიქცევა და მოდი ჩაფხუტს გავუკეთებ რა და დამშვიდდი. მანამ სანამ ჩაფხუტი უკეთია, მე მზად ვარო წაიქცეს.